მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ აუდიო-ვიდეო რედაქტირების სესიებს, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ მონტაჟის საფუძვლებს გაეცნობით. ამ კურსში ვიმუშავებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ფართოდ გავრცელებულ პროგრამაში Adobe Premiere Pro. Premiere, როგორც მას ხშირად შემოკლებით უწოდებენ, კომფორტული, მარტივი და მრავალფუნქციური პროგრამაა. ის ყოველწლიურად ახლდება, იხვეწება და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ ვიმუშავებთ 2024 წლის ვერსიაზე. სხვა ბევრი პროგრამისგან განსხვავებით, Premiere-ში მუშაობა პროექტის შექმნით იწყება. ვცნით პროგრამას, ეკრანზე საწყის ფანჯარა ჩნდება. შეგვიძლია უკვე არსებული პროექტი გავხსნათ, მეხსიერებაში შენახული პროექტი ვიპოვოთ, ან სრულიად ახალი პროექტი შევქმნათ. მოდით შევქმნათ ახალი პროექტი, შესაბამისად ვირჩევთ New Project. მომდევნო ფანჯარაში პროექტის სახელწოდებას ვანიჭებთ. იყოს Editing Lecture და ვირჩევთ ლოკაციას, ანუ შენახვის ადგილს. გადავდივართ hard disk-ზე, ვქმნით ახალ საკახალდეს და მასაც ვარქმევთ სახელს. იყოს ისევ Editing Lecture. პროექტის შექმნის შემდეგ პრემიერის სამუშაო გარემოს ხედავთ. თქვენი ყურადღება მინდა ეკრანის ზედა შუა ნაწილს მივაქციოთ. Windows-ში სამუშაო სივრცეები, ინტერფეისებია განთავსებული. ამჟამად გააქტიურებულია Editing, რედაქტირება, ანუ მონტაჟისთვის განკუთვნილი ინტერფეისი. აქვე შეგვიძლია გადავიდეთ სხვა სამუშაო სივრცეებშიც. ფერების კორექცია, ხმის რეგულირება, ეფექტების შერჩევა და მართვა და სხვა. დავუბრუნდეთ სივრცეს Editing და პროექტში საწყისი მასალა შემოვიტანოთ. მასალა, რომელიც თქვენთვის მომამზადე, წვიმიან ქუთაისშია გადაღებული. ემოციური და ვფიქრობ საინტერესო სამუშაო გველოდება. საწყისი მასალის პროექტში შეტანა 4 ძირითადი მეთოდით შეგვიძლია. პირველი გზა, ზედა მენიუში შევდივართ ფაილში და ვირჩევთ Import. როგორც ხედავთ, ამ მოქმედების დუბლირება შეგვიძლია კლავიატურის მეშვეობით. Ctrl-I. ეს მეორე ხერხია. პოულობთ სასურველ საკახალდეს, მოვნიშნავთ და ვაჭერთ ღილაკს Import Folder. ამ შემთხვევაში საკახალდე პროექტში თავისი სახელითა და შიგთავსით შემოვა. მესამე გზა, პროექტის ფანჯარაში თაგვის მარცხენა ღილაკს ორჯერ ვაძგაპოვნებთ, ანუ ვაკეთებთ double click. მეოთხე გზა, hard disk-ზე ვპოულობთ სასურველ ფაილს ან საკახალდეს და პირდაპირ გადმოვანთრევთ პროექტის ფანჯარაში. თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული თუ რომელ მეთოდს გამოიყენებთ. 4-ვე ხერხი ერთი და იმავე შედეგს იძლევა. პრემიერი კადრების წინასწარ დათვალიერების ძალიან სასარგებლო საშუალებას გვთავაზობს. ამისთვის საკმარისია კურსორი ფაილს გადავატაროთ. თუ კადრს დაბლ კლიკით გავხსნით, ის მონიტორზე გამოჩნდება. ვიყენებთ playheads, რათა კადრის ცალკეულ ფრაგმენტებზე სწრაფად გადავიდეთ. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ვიდრე მეორე სესიაზე გადახვალთ, გააკეთეთ 3 რამ. შექმნით ახალი პროექტი, შეიტანეთ პროექტში ვიდეო მასალა და ყურადღებით დაათვალიერეთ ყველა კადრი. შემდეგ სესია მიეძღვნება timelines, რედაქტირების მთავარ სამუშაო სივრცეს. შეხვედრამდე.